თვითონ გენმოდიფიცირება აპრიორი ცუც არ ნიშნავს, ხო? კონსულტაციისთან ხა გადაიხადა და კვლევები არ ჩაიტარა. მაგას მეცშვები ხოლმე. ოღონდ არავინ არ მომწონს ისე. ანუ ექიმი რომ ინიშნავს კვლევებს არ ვიტარებ ხოლმე. ხანდახან. ცუდი რაღაცა. კიცებულება მჭირდება, რატო უნდა გავაკეთო? დღეს უკვე ბავშვებიც ეგრე არიან ოჯახში, ხო? როცა ეს რაღაცას ეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, უნდა აუხსნათ, კეთილი ინებოთ, რატო არ შეიძლება, ხო? ან რატო შეიძლება. მოდილად ეხლა მე ჩიფსი შევჭამე და 10 წელიწადში კიბოს ველოდები, რასაც წყალი ფარისებრი ყველაფერი ბრალდება დიაბეტს და ფარისებრი ყავს კი ბატონო. აი თუ არ შევჭამე, შეიძლება გული წამივიდეს, ეცეთ და შესაბამისად რა ვჭამოთ ხო? ბალახი. რა ვჭამო? ხან ეს მეცდება ხოლმე, რომ აი ისე შეიძლება არ შეიძლება რა ვჭამო. ისე მართლა თქვენებიც ესე მაღლებია. კი ბატონო. დღევანდელი გადაცემის სპონსორია სინოქეა. მოგესალმებით, როგორც ყოველთვის, პირველი სამედიცინო პოდკასტიდან. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. მე და რა თქმა უნდა პოდკასტის წამყვანები და ქალბატონი ნინო ნადირაძე, ენდოკრინოლოგი, ჩემი პირადი ენდოკრინოლოგის კი, მაგაზე ცოტა მოგვიანებით და მისი მასპინძელი იქნება მადონა გოცაძე, ასევე ჩვენი For Hospitals-ის წარმომადგენელი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. თქვენ მადლობა, რომ მომიწვიეთ. დიდი მადლობა ამისთვის. მოგესალმებით ყველას. და პირველად ვიწყებთ ქალბატონი ნინო ტრადიციული კითხვით. და მე და თო ვაგროვებთ მოკლედ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ იწყებენ ზოგადად ექიმობას ექიმები. და თქვენ შემთხვევაში ამ კითხვას და გისვამთ, საიდან წამოვიდა მოკლედ ეს სურვილი რომ აგერჩიათ ექიმობა? და ალბათ კონკრეტულად ენდოკრინოლოგია. თქვენი мотиваცია რა იყო? ხო, მე იყო ენდოკრინოლოგია, აბსოლუტურად სწორი შენიშნა, კი ბატონო. მოგიყვებით, ესე იგი, ალბათ უფრო ბავშვობიდან მქონდა ეს სურვილი. ჯერ კიდე ძალიან პატარა ვიყავი. თან იმასაც გეტყვით, რომ მე აბსოლუტურად არავინ არ ამყავს ექიმის თანატესაუში. კი, მინდა გითხრათ. მაგრამ აი არ ვიცი, ჩემი რაღაცა სურვილი იყო ყოველთვის, რომ აი ხანემსებს უკეთებდი ხოლმე თოჯინებს ბავშვობაში, კი ძალიან ხშირად ვერთობოდი ამით. ვიყოლიებდი ყველა სამეზობლოში თუ ვინმე ბავშვი იყო, იმათაც ისინიც დავაინტერესე ამით. სხვათა შორის ძალიან ხელს მიწყობდნენ ჩემები, ანუ მყიდულობდნენ სხვადასხვა სათამაშოებს. ახლა მოგეხსენებათ, მე 90-იანელის ბავშვი ვარ და მაშინ ესე ხელმისაწვდომი არ იყო ეს სათამაშოები. ხან საზღვარგარეთიდან მიგზავნიდნენ, მეც ამებს ყოველთვის ვაგროვებდი და ნუ მოკლედ ძალიან ჩართული ვიყავით ყველანი, მთელი სამეზობლო და მეც და მე ეტყობა ამან ფსიქოლოგიურად იქონია გავლენა და რატომღაც უკვე რომ მოვიდა გადაწყვეტილება იმის, აი უკვე მე-11 კლასს რომ ამთავრებდით, რომ აი ვინ უნდა გამოხვიდე. ნუ ცოტა მქონდა იმის სურვილიც, რომ მოდი იურისტი თუ ექიმი, აი რაღაც ამ ორ პროფესიას შორის ვირჩევდი. იურისტობა საკმაოდ მაინტერესებდა, თან სამართალს ძალიან კარგი მასწავლებელი მასწავლიდა და აი შემაყვარა ესე ვთქვათ ეს პროფესიაც. და შემდეგ მოკლედ ვირჩევდი ამ ორ შორის. და საბოლოოდ გადავწყვიტე, მაინც ალბათ იმ ბავშვობის სურვილებმა მძლია და გადავწყვიტე, რომ არა, უნდა გამოვიდე ექიმი და მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე სერიოზული და ყველაზე სწორი ჩემს ცხოვრებაში. გადასარევი, ეხლა რო ყვებოდი გამახსენდა, რომ ბავშვობაში მეც უკეთებდი გერმანული თოჯინები რო იყო პლასმასის თავებით და ხელებით და რბილი ტანი ქონდა და ჩემი ექიმი იყო და მოკლედ ის რაღაცა ვადაგასული წამლები და ისინი მოქონდა სახლში და სულ აი ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა ჩემ თოჯინებს, იმიტომ რომ წამლებით იყო გაშღენტილი და მე რეცხავდნენ და ბოლოს გადაყარეს. მაგრამ მე არ ამირჩევია ექიმობა. რატომღაც? აი, ხო ხედავთ, ეთყობა სხვადასხვანაირად ვითარდება მე ფსიქოლოგია ადამიანის. ისე როგორი იურისტი იქნებოდით, როგორ ფიქრობთ? იცით რა, მე მაქვს საკმაოდ მტკიცე ხასიათი ზოგადად და ალბათ მგონია რომ კარგი იურისტი ანუ თუნდაც მოსამართლე. ხო, ალბათ უფრო მაგ სფეროში კი. ესე წარმომედგინე ჩემი თავი. ყოველთვის ძალიან ის გავს ეგ პროფესიები, მე მგონი ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილი არის მოსამართლე, ჩემი მშობლები არიან ექიმები. და ვამბობ ყოველთვის რომ ალბათ სხვა პროფესიებიც, მაგრამ ეს პროფესია ყველაზე მეტად უკავშირდება ადამიანის ბედს.
იმიტომ რომ ერთიც ადამიანის ბედს წვეთს და მეორეც. კი ბეტონო. ასე რომ ძალიან ისეთი ახლო და ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციები ორივე რა, ანუ პროფესიები. აბსოლუტურად გეთანხმებით. მეც ეგრე ვფიქრობ. რა არის ყველაზე ხშირად გავრცელებული ჰორმონალური დარღვევები? აი ერთი მოგმართველი პაციენტი სტატისტიკურად. რა, აი ხშირად ალბათ ვერ ვიტყოდი, უფრო აი ესე თანაბრად თუ გადავანაწილებთ პროცენტულად. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ ხშირია, მინდა გითხრათ. ასევე ჰორმონალური დისბალანსი ქალბატონებში ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე ესეც, მაგალითად პოლიცისტური საკვარცხლის სინდრომი. შესაბამისად აი ალბათ უფრო ეს ორი. ყველაზე ხშირი მაინც ვიტყოდი რომ ეს ორი. გასაგებია. და აი რამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, ну ალბათ ყველა ჰორმონალური დარღვევის დროს კი არა დარღვევამდეც კვება არის უმნიშვნელოვანესი, ხო? ჩვენ ჭამასმის ქვეყანა ვართ, ცნობილი ვართ ზოგადად საქართველოს მეკუთით და ყველა ძალიან გვიჭირს რაღაცა ჯანსაღად ვიკვებოთ. აი ისე აი სიმართლე თუ გინდა გითხრით, მე იმდენად გურმანი ვარ. იმდენად მიყვარს ჭამაც და დალევაც, რომ ძალიან მიჭირს ზოგადად რა, აი წყლის დალევა თათო. წყალიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის. წყალიც ძალიან. არა, დალევაში ყოველთვის იგულისხმება, რომ ალკოჰოლი და. ხო, დავა კონკრეტ ალკოჰოლი არ შეიძლება. ხო, აი ძალიან მიჭირს, აქვს მოწყენილი ვარ რო არ ვჭამ გემრიელად. აი ამ მოწყენილობას როგორ გავუმკლავდეთ ჯანსაღკვებასთან ერთად? და თუ შეიძლება განვავრცო კითხვას, მე ისმის რომ არ უნდა ვჭამოთ აი რა ქვია, აი ფრი ჩიპსები და ეგეთი რაც არის გაჯერებული ემულგატორებით და ესეთი კონსერვანტებით, მაგრამ აი თქვენ ხო ვერ გვეტყოდით აი ძირითადად რას უნდა მოერიდოს ადამიანი რა უკავშირდება უფრო აი მაგალითად რა არის უფრო კიბოს გამომწვევი შეიძლება ისეთ ცოტა არა თლად პროფესიული კითხავს ვამ მაგრამ რა არის მესმის რომ ხა გამონაბოლქვი არის სამწუხაროდ ვერაფერს ვერ უზამთ და არ გვაქვს ის საშუალება რომ მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ სადაც ტყეში გასაგებია მაგრამ რაღაცები შეგვიძლია რა შეიძლება რომ გავაკეთოთ კი ბატონო აბსოლუტურად მართებული კითხვა პირველ რიგში ვუპასუხებ თათას, რომ არ არის აუცილებელი, რომ აი მე ძალიან მიყვარს ჭამა და აი ძალიან მოწყენილი ვარ. ძალიან კარგი საკვების მომზადება შეიძლება ჯანსაღი პროდუქტებისგან. ჯერ ამას გავუსვათ ხაზი, მე აი გურმანი ვარ, დავუშვათ, მე რა მიყვარს, თქვენ რა გიყვართ. ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. და აი იმ ჯანსაღი პროდუქტებიდან თქვენ თვითონ შეგიძლიათ აარჩიოთ, რომელიც თქვენ მოგწონთ. ხო, აი თქვენს გემოვნების რეცეპტორებს აკმაყოფილებს, ესე ვიტყოდი უფრო კონკრეტულად, დიახ, და იქიდან ძალიან ბევრი რამის მომზადება შეიძლება რეალურად. უბრალოდ ამას რასაკვირველია სჭირდება დრო, მონდომება, სურვილი აუცილებლად და შემდგომ შეიძლება ალბათ პროფესიონალის დახმარებაც. მე ესე ვფიქრობდი, ხო, აი იმ კონკრეტული პროდუქტებიდან თუ რა საკვები მოვამზადოთ. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რა არის ყველაზე ცუდი საკვები? ნუ ეს მე მგონი საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების ობიექტი, რა თქმა უნდა, არის ყველაზე ცუდი საკვები. იმიტომ რომ ძალიან ცუდ შემადგენლობა შეიცავენ ეგრეთ წოდებულ ტრანსცხიმებს, ძალიან ბევრი კანცეროგენი. ამიტომ ახლა ესე პირდაპირ ასოციაციაში ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილად ახლა მე ჩიპსი შევჭამე და 10 წელიწადში კიბოს მოვოდები, რასაკვირველი ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ ეს საყოველთაოდ ცნობილია, კვლევებით დადასტურებული, რომ დიახ, სწრაფი კვება ნამდვილად ცუდია, რომელიც იწვევს მე მეტაბოლურ დარღვევებს, მეტაბოლურ სიმსუქნეს, განსაკუთრებით ვისცერალურ სიმსუქნეს, ინსულინ რეზისტენტობას და მერე უკვე მომავალში დიაბეტის განვითარებას სამწუხაროდ და მერე უკვე ეს დაავადებები თვითონ არის ასოცირებული სამწუხაროდ ავთვისებიანობასთან, ანუ ავთვისებიანი დაავადებების წარმოქმნასთან, ესე ვთქვათ. აქვე დავამატებ თუ შეიძლება, ანუ გენ მოდიფიცირებული საკვები. არსებობს მე როგორც ვიცი სხვადასხვა მოსაზრებები, რომ ეს კარგია, ან უბრალოდ შეიძლება კარგი საერთოდ არ არის, მაგრამ საზიანოა ან არ არის საზიანო. ვიცი რომ ასევე კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულება, რომ GMO უნდა ეწეროს, რომ მოხარებულმა იცოდეს, რომ ის არის გენ მოდიფიცირებული. უბრალოდ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს მინიმუმ როგორც გამიგია ერთ-ერთი თეორიით არ არის საზიანო. უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ
უფრო ბევრი საკვების წარმოება მოხდეს და უფრო ბევრ ადამიანს მიიწოდოს საკვები. რამდენად სწორი არის ეს აზრი? სწორად უნდა იყოს უბრალოდ ეს ყველაფერი გაკეთებული. ანუ მე ვამბობ, იყოს კონტროლის ქვეშ. თვითონ გენმოდიფიცირება აპრიორი ცუც არ ნიშნავს, ხო? ხო, ეგ არის კითხვა. დიახ, აბსოლუტურად. და მე ნანახიც მაქვს ხოთა შორის ამერიკაში თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. აი 2017 წელს ვიყავი პირველად წასული და მაშინ ნახე აი ეს პროდუქტები და ჩემს გაუცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საქართველოში ამას მიჩვეული არა ვართ, ხო, როგორ ხდება ამ ყველაფრის მოყვანა და თუ ეს არის აყვანილი კონტროლის ქვეშ და აუცილებლად უნდა იყოს, მაშინ პრობლემა არ არის. ჩვენი მოკლედ ჩვენ ძალიან ვცდილობთ ხოლმე რა თქვენ რომ საზოგადოებაში რაღაცნაირად მოკლედ მაქსიმალურად გავზარდოთ ცნობიერება, თუნდაც იმის ფუფუნება და საშუალება და ასე შემდეგ მივცეთ ადამიანებს, რომ სისხლში შაქრის შემცველობა მუდმივად იკონტროლონ. და ნუ ჩვენი გლუკომეტრის საშუალებით სინოკეა ყავს ძალიან საყვარელი ადამიანი და გვიქვამთ უკვე მე მგონი იმდენად დავმეგობრდით და ჯგუფიც გვაქვს დიაბეტის ენდოკრინოლოგი ყავს და უფასო რჩევებსაც გასცემს, რაც შეუძლია რა თქმა უნდა დისტანციურად და შესაბამისად მოკლედ ამ ჯგუფში ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცვლა გამოსვლა ხდება და აქ ამ ჯგუფში არ არიან მარტო დიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან, ანუ რა ვიცი მეც, ნუ ეხლა მე ვარ, მაგრამ ნუ ჩემნაირი ადამიანები, რომელსაც არ აწუხებ დაუშვათ დიაბეტი და ამ შემდეგ და ბევრ სასარგებლო რჩევას იღებენ. ამიტომ თან უფასო მონიტორინგებსაც ვატარებთ ხოლმე აუცილებლად PSP-ში და ნუ რაღაცა ვცდილობთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ვიცით, რომ რაღაცა აი თავიდან ბუმი რო იყო, რაღაცა აი ვირუსივით გავრცელდა დიაბეტი საქართველოში ერთი პერიოდი, აი შემოვარდა და იმის მერე მძვინვარებს და მძვინვარებს. ხო, ზოგადად და ამიტომ ნუ რაღაცნაირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხედი შევუწყოთ იმას, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად აი როგორც წნევის აპარატი გაქვს სახლში, აი მე მგონი მართლა უკვე ყველა სინოკეა უდევს სახლში იმისთვის, რომ შაქრის შემცველობა გაიკონტროლონ და მეც მათ შორის საერთოდ არ მქონდა აქამდე მაგის კულტურა, რომ ნუ წნევას არ ეხა უკვე ვიზომავ, რაც ცოტა ასაკმე მეტა, მაგრამ შაქრის აპარატი თუ უნდა მქონოდა სახლში, არც კი წარმომედგინა არასდროს და მეც მათ შორის შეუერთდი ამ ჯგუფს და ალბათ აი მაგის თქვენგანაც მოკლედ თქვენს პაციენტებსაც ზოგადად ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებსაც რეკომენდაცია რო გაუწიოთ, რომ აი როგორ შეიძლება ისე რომ არ მივიდეთ გართულებამდე, აი მანამდე რა უნდა გააკეთონ. ნუ კვებაზე გავიგეთ, აი კიდე რა შეიძლება რომ გააკეთონ, რომ გართულებები არ გამოიწვიოს. გართულები, ანუ გულისხმობთ ალბათ, რომ დიაბეტი არ დაემართოთ, თუ ისეც უკვე დიაბეტი აქვს. არა, რომ არ დაემართოს. გასაგებია. კი ბატონო. ესე იგი, პირველ რიგში გენეტიკურ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე ესე ვეუბნები ხოლმე ჩემს პაციენტებს, რომ ალბათ არ მომეძებნება ოჯახი საქართველოში, ვისაც ერთი ადამიანი, სადაც ერთი ადამიანი მაინც არ იყოს დიაბეტით დაავადებული. როცა ვეკითხები ხოლმე, პასუხობენ: არა, არავის არ ქონია, არც ბებიას, არც ბაბუას. და ნუ სამწუხაროდ იცით, მაშინ არც იყო ესეთი ტესტები, აი თუნდაც ახლა გლუკომეტრი ახსენეთ თქვენ, ხო? არ იყო ესეთი ტესტები, რომ გამოკვლეული ყოფილიყო თუნდაც ჩვენი წინაპრები, აი მაგალითად ბებიის დეიდა. ხო, აი დიდ ბებიას ვეძახით ხოლმე. ამიტომ შეიძლება მას სულაც ჰქონდა დიაბეტი, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი არ არის. ინფორმაცია არ აქვს, ხო? ოჯახს. შესაბამისად, გენეტიკურ ფაქტორს, როგორც გითხარით, აქვს ძალიან დიდი გავლენა. გარდა ამისა, ეხლა დედმამიშვილებშიც, მაგალითად, აი როგორც პაციენტს ვესაუბრები, ეხლა მინდა რომ აქაც ესე ვისაუბრო. ძალიან ნაცნობია ყოველფერი ჩემთვის. მიხარია. ანუ მაგალითად არის 4 დედმამიშვილი და წინაპრებს რომელიღაცას აღენიშნებოდა დიაბეტი და დაუშვათ ესენიც არის გენის მატარებლები, ხო? არ არის აუცილებელი რომ 4-ვეს განუვითარდეთ შაქრიანი დიაბეტი. აქ ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკვე ფენოტიპს. ანუ როგორ იქცევა ესა თუ ის ადამიანი, აქვს თუ არა პარალელურად დაგროვილი მუცლის ცხიმი, ეგრეთ წოდებული ვისცერალური ცხიმი, ვეძახით ჩვენ ამას მედიცინაში, აგრძელებს თუ არა ამ ცხიმის დაგროვებას, რას აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს ასე ვთქვათ, თან რაც უფრო ემატება ასაკი, ალბათობა და რისკი დიაბეტის განვითარებისა, ასეთ პაციენტებში უფრო მეტად და მეტად იმატებს. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა სწორკვებას. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, მე როგორ გამოვიყურები, როდესაც სარკეში ვდგები, ხო? სარკესთან ვდგები. ძალიან მნიშვნელოვანია აი ჯანმრთელობის კუთხით და ეს ვისცერალური ცხიმი მარტო დიაბეტთან არ არის ასოცირებული. ზოგადად ნებისმიერი მეტაბოლური დარღვევა იქნება, გულსიცრუხე და დაავადება იქნება. ყველაფერთან ცხიმოვანი ღვიძლი, ყველაფერთან ასოცირებულია სწორედ ეს ვისცერალური ცხიმი. თანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ზოგადად
ცხიმის გადანაწილება შეიძლება სხეულის მასის ინდექსი, რომლითაც ჩვენ განსაზღვრავთ პაციენტთან არის თუ არ არის სიმსუქნე, ზოგან იყოს მაღალი, მაგრამ ისეთი გადანაწილება ჰქონდეს ცხიმის, რომ აი ზუსტად ეს მუცლის ცხიმი არ იყოს გამოხატული. ასეთი პაციენტები მეტაბოლურად უფრო ჯანმრთელები არიან და ის პაციენტები, ვისაც თუნდაც თხელი კიდურები აქვთ, მაგრამ მუცლის ცხიმი და სხვათა შორის ტანსაცმელში ძალიან ეფექტურად იმალება ეს ყველაფერი. ჩანს, რომ აი გამხდარი ადამიანი მოდის, იმიტომ რომ კიდურები გრძელი, თხელი და ლამაზი აქვს და ამ დროს ვისერალური ცხიმი დამალულია, მაგრამ ესეთი ადამიანები მეტაბოლურად უფრო არაჯანმრთელები არიან. ამიტომ ამაზე უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტირება და თუ შევნიშნეთ, რომ აი ამ წონას თუნდაც ვერ ვუმკლავდებით და იქ არტერიული წნევა წამოვიდა მაღლა, მეტაბოლური პარამეტრების დარღვევას რაც ახასიათებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მაინც მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალი ჩაერთოს, იმიტომ რომ სწორად ურჩიოს მას რა მიმართულებით წავიდეს. გასაგები. ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით საუბრობდეთ, ახლა გულკომეთთან დაკავშირებით თეთა. და ზოგადად ჩვენთან კულტურა როგორ არის, აი თქვენთან ვიზიტები, რამდენად ხშირია პაციენტების, ან რა ასაკიდან უნდა დაიწყოს პაციენტმა, მაგალითად ენდოკრინოლოგთან ვიზიტი? არა, ესე მოწოდებული რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ვიზიტი არ არის. ანუ ჩივილების დადგომისთანავე რა ასაკშიც არ უნდა იყოს პაციენტი ბავშვობიდან დაწყებული ზრდასრულ ასაკში, ჩვეულებრივ მიმართავს ექიმს, ხო? ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება მომართვიანობის კულტურას, ხო, თქვენი კითხვა რაც არის. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ადამიანს მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, ექიმის მიერ სწორად აქვს ახსნილი ინფორმაცია და მიწოდებული თუ რატომ უნდა იაროს მან ექიმთან კონკრეტულად იმ დროს, რო ეთქვით მაგალითად, რომ აი 3 თვეში თქვენ გეკუთვნით ვიზიტი, მე აუცილებლად ვაყოლებ რატომ. ანუ 3 თვეში რა უნდა გაკეთდეს, რას ველოდებით ჩვენ. როდესაც პაციენტს აქვს მოლოდინი, რატო უნდა მოვიდეს და ეს არ არის მხოლოდ მშრალად ნათქვამი, რომ იცით რა 3 თვეში გელოდებით. არა. როდესაც მან იცის, რატო უნდა მომართოს ექიმს და რას ველოდებით იმ კურნალობიდან, რაც არის მასთან დანიშნული. ანუ მინდა გითხრათ, რომ 90% ამას იცავს. ოღონდ როცა მან ეს იცის. ხო და თუ ხედავთ, რომ ეხლა ძალიან ისე აი ზედაპირულად ვუხსნით. ეხლა მეც ესეთი ადამიანი ვარ, როდესაც სხვასთან მივდივარ, ყოველთვის მტკიცებულება მჭირდება, რატო უნდა გავაკეთო? დღეს უკვე ბავშვებიც ეგრე არიან ოჯახში, ხო? როდესაც რაღაცას ეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, უნდა აუხსნათ, კეთილი ინებოთ, რატო არ შეიძლება, ხო? ან რატო შეიძლება. და მithumetes არ არის საკმარისი. ასია პაციენტებთანაც, ამიტომ დრო, რა თქმა უნდა და ენერგია, რესურსი ექიმის ძალიან ბევრი მიდის, მაგრამ ეს ესეთი პროფესიაა. მე მაგალითად ამისთვის ვცად ვიყავი თავიდან. და როგორია თქვენი მიდგომა პაციენტთან, ვისაც მაგალითად რთულ დიაგნოზს უსმევთ, ან არასასიამოვნო დიაგნოზს ეუბნებით. ამ დროს როგორია ხოლმე თქვენ? საკმაოდ კარგი კითხვა. მინდა გითხრათ, რომ იცით რა, ამ დიაგნოზს მეც განვიცდი ხოლმე, მანამ სანამ პაციენტი ჩემამდე მოვა, მაგრამ არასდროს არ ვანახებ ხოლმე ამას. ყოველთვის ვცდილობ, ოღონდ ვუხსნი, არაფერს არ უმალავ, როგორც არის ისე ვეუბნები, ოღონდ ვცდილობ, რომ ეს არ ვუთხრა შეშინებული თვალებით, რომ იგივე რეაქცია მისგან არ მივიღო, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მხარი დავუჭირო ყველაფერში და ყველაზე აი კარგი გამოსავალი რაც არის, იქიდან იწყებს საუბარს და არასდროს არ ვეუბნები, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს ცუდად. ანუ თავში ვიძახი, თორე რასაკვირველია რისკები აუცილებლად უნდა იყოს პაციენტთან შეფასებული, განხილული, რომ თლად ესეთი მე შეიძლება იცით როგორ გააკეთოს, რომ აი თუ ესეთი მარტივია ეს ყველაფერი, მაშინ საერთოდ ხო კი ბატონო, ამიტომ ყოველთვის როგორც არის ისე ვუხსნი ხოლმე ყველაფერს, მაგრამ ვცდილობ აი როგორ მომესურვებოდა მე რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ, ამიტომ ვცდილობ მეც მის ადგილზე დავდგეთ და ზუსტად ისევე მივაწოდო მას ინფორმაცია. რამდენიმე კითხვა დამიგროვდა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან აქტუალურია ეს ამბავი ზოგადად და ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება ჭირდება. ზოგადად ამ ამბავს. რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი? ერთი ეს კითხვა მაქვს. შეიძლება დილეტანტური იყოს რამდენიმე სხვა კითხვა. მეორე კითხვა მაქვს ეგეთი, რომ ლიტერატურაში უბრალოდ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან მივიღე, რომ თითქოს დიაბეტი განკურნებადია და თითქოს არის რაღაც მეცნიერული გარღვევები ამ კუთხით და მოხდა რეგრესი და მე სული განკურნება. მათ შორის ეს არის ერთი ტექნოლოგიური ნაწილში, როგორც ბოლოს წავიკითხე. და ასევე არის მოსაზრება, რომ როდესაც ადამიანი არის ვეგანი და ძალიან მკაცრად იცავს აი ამ ვეგანობას, ყოფილა თითქოს პრეცედენტები, რომ ის განიკურნა დიაბეტისგან, ესე ვთქვათ რა. მეორე, ესე ვთქვათ, აზრი და მესამე ეს ძალიან დილეტანტური კითხვა, ახლახან შემხვდა რეკლამა ტელეფონში, რომ აღარ არის საჭირო გლუკომეტრი.
და აი თითი დაადე ტელეფონს და გაგიზომოს შაქრის შემცველობა სისხლში. აპლიკაციებს მიგდებს. რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია, ხა ზოგადად წარმოუდგენლად არაფერი არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ტექნოლოგია ძალიან ვითარდება და წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, მაგრამ დღეს მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აი სისხლში ეკრანზე თითის დადებით როგორ შეიძლება შაქრის შემცველობა გაიზომოს სისხლში. აი მე თუ გნებავთ მესამედან დავიწყოთ, რომელიც ალბათ მარტივი პასუხია მაგ. ისიც რა, მოდით დავიწყოთ თანმიმდევრულად, როგორც არის პირველ რიგში სამწუხაროდ დიაბეტი არ არის განკურნებადი დაავადება. ეს არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ჭირდება მეთვალყურეობა, რაღაც გარკვეული პერიოდი შეიძლება ჩადგეს რემისიაში, ანუ რემისიას ვეძახით, როდესაც არ არის, ანუ აქტიურად გამოვლენილი მაღალი გლუკოზის მაჩვენებელი და შეიძლება სრულიად ეს მაჩვენებელი იყოს აბსოლუტურად ნორმის ფარგლებში, მაგრამ ეს ხდება მკურნალობის ფონზე. თან დიაბეტს ახასიათებს ზოგადად პროგრესიული მიმდინარეობა, ანუ რაც არის დაუშვათ 1 წლის წინ, იგივე მაჩვენებლები არ იქნება 1 წლის შემდეგ. უარესდება? როგორც წესი? დიახ. შესაბამისად, ამიტომაც არის ექიმი, ამიტომაც არის ამდენი საშუალება, მედიკამენტოზური იქნება ეს თუ არა მედიკამენტოზური, რომ ექიმას სწორად დაგეგმოს და შეურჩიოს მკურნალობა კონკრეტულ პაციენტს კონკრეტულ დროს. მაგრამ აი ეს მინდა რომ ეს მითი გავაქროთ, ძალიან გთხოვთ, რომ დიაბეტი არ არის განკურნებადი საშუალება, უფრო მეტიც მე გამიგია საქართველოში, რომ რაღაცა ძალიან ბევრი წყარო არსებობს, რომ ამ წყალს თუ დავლებთ, რომ დიაბეტს განკურნავთ, ერთი მგონი რაჭაში იყო, მეორე აჭარაში და ნუ იქ რიგები დადგა, ვერ აგიხწერთ, ისეთი რიგები იყო, რომ მე საპატრულო პოლიციის გამოძახება იყო საჭიროდ, რომ აი ერთმანეთს აცნობდნენ. ჩუბობდნენ. ხო, ნუ აი მოკლედ ეს ყველაფერი არის აბსოლუტური მითი. მე მესმის ყველა ადამიანს უნდა დაიჯეროს ის რაც იოლი დასაჯერებელია, მაგრამ მეცნიერებას გვერდს ვერ ავუვლით, ამ ეტაპზე არ არის. თუმცა ისე სწრაფად ვითარდება ყველაფერი ენდოკრინოლოგიაში, რომ მე ვიმედოვნებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ოდესმე ეს დაავადება გახდეს განკურნებადი. დიახ, ეხლა რა შეეხება ტექნოლოგიებს. და სპორტს. სპორტი, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სულაც არ არის აუცილებელი ადამიანს დიაბეტი სჭირდეს, იმისთვის, რომ სპორტით დაკავდეს. ხო, სპორტი სჭირდება ყველას, აბსოლუტურად მეც, თქვენს, ყველას. ხო? შესაბამისად, სპორტული აქტივობა უნდა იყოს ჩვენი რუტინული დღის შემადგენელი ნაწილი, განსაკუთრებით ჩემს თავსაც ვეუბნები ამას, იმიტომ რომ ჯდომარე საოფისე სამსახურია ჩემს ჩვეულებრივ ალბათ როგორც თქვენი, ამიტომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს. დიახ, დღეს ძალიან ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, ეგრეთ წოდებული გლუკოზის მზომი, არის უწყვეტი მონიტორინგი შაქრის, ალბათ ამ აპარატის შესახებ. დიახ, სიჩემის შესახებ. სინოქიასაც აქვს უბრალოდ ჯერჯერობით. შემოტანილი. კი, აქტიურად არ გვაქვს ენერგიით, თუმცა როგორც კი ამის საჭიროება იქნება ჩვენ მზად რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აუცილებლად ვითარდება და უნდა განვითარდეს. სულ ვეუბნები ჩემს პაციენტებს მაგაზეთ. ეხლა Motorola-ს ტელეფონს ხო აღარ დაიკავებთ ხელში ვეუბნები. თუ კი გაქვთ იმის საშუალება, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირად ღირებული პაციენტისთვის და თქვენ იცით, რომ ჩვენი მოსახლეობა თლად ეს მზადყოფნაში არ არის ფინანსურად გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ფინანსური ისიც ურჩევნია კიდეც ისეთ ეს ძველი ტექნოლოგია. ხო, აი ესეც არის, თუმცა ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გლუკომეტრ CGM-ი არ ჯობია, რასაკურველია ჯობს. მაგრამ ესეც არის ინდივიდუალური. ყველაფერი ინდივიდუალურია აბსოლუტურად და მე პაციენტის ინტერესებს ყოველთვის ვითვალისწინებ. აი ყოველთვის. მე მას ვუხსნი, დავუშვათ დღეს რა გვაქვს, რა სიახლეებია ენდოკრინოლოგიაში, არჩევანის უფლებას მას ვაძლევ და მე აფრით არ ვერევი, დავუშვათ იმაში, რომ არა, მაინც და მაინც აი ეს უნდა იყიდოთ, რომ აი CGM-ი თუ არა გაქვთ, არა, ვუხსნი რა უპირატესობა აქვს, დანარჩენს უკვე თვითონ ირჩევთ, იმიტომ რომ ეს მან უნდა შეიძინოს, მას ამას უფასოდ არავინ არ აძლევს. სხვა შორის მან დავამატებ, ჩვენ ახლა გავაკეთეთ მეოთხეჯერ უკვე PSP-სთან ერთად და ყველა გლუკომეტრს, რომელსაც მოიტანს ნებისმიერი ბრენდის გლუკომეტრი, იქნება ძველი, გაფუჭებული მუშა თუ ამავე სრულად უსასყიდოდ უცვლით სინოქიას ახალ გლუკომეტრში. უკვე დაახლოებით უკვე ბაზარზე ალბათ 25,000 ესეთი გლუკომეტრი ძალიან კარგი, მიხარია, რომ ასე გამოქმედებას ეწევით. კი, ჩვენ PSP-სთან ერთად აქტიურად ვეწევით ამ ამბავს, ჩვენი პარტნიორი სინოქია, ვინც არის, ჩვენი ბრენდი არის ნომერ პირველი რიტეილერი, ეგრეთ
ეგრესე ვთქვათ, ჩინეთის ბაზარზე და ძალიან გამოცდილი დიდი კომპანია, რომელიც სხვა შორის ყველაზე ხელმისაწვდომია ჩვენ ბაზარზე სავარაუდოდ ჩვენი მოხმარებლისთვის რა. ფასიც არის ჩვენ. და თვითონ გაზომვის ხარისხიც შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან ზუსტი. არაერთი კლინიკა დღეს უამრავი კლინიკა უფრო ალბათ მადლობა მისწორებს. უმეტესი კლინიკები სინოქიას იყენებენ დღეს თავიანთ საქმიანობაში. ნუ ეს გაცვლაც, იმიტომ რომ მე ეს წყლის ამბავი არ დაგვემართოს და თორე. ხო, პრინციპში უფასო ამბავი. კი ბატონო. მოკლედ, ქალბატონო, რა მინდა რომ გკითხოთ. სიმპტომები ახსენეთ წევენ. მე თქვენამდე რატომ მოვედი მაგას ვიტყვი და მე უფრო ჩავშალოთ ეს კითხვა. მე მოვედი თქვენამდე, უბრალოდ მქონდა რაღაც შფოთები და მითხრეს რომ აუცილებლად ეგო ჩიყვის ამბავი იქნება. ხო ეს ყველგან რო გაგზავნიან და შენც მაგ დროსაც უწარკვეთილი რო ხარ და ანუ რასაც გეტყვიან რომ ყველაფერს აკეთებ. აი მაგიტომ მოვედი რა. აი სიმპტომები გარდა იმისა რომ რაღაცა ალბათ პირის სიმშრალე და ასე შემდეგ თქვენ უფრო კარგად ჩამოთვლით. აი გარდა მაგისა რა სიმპტომებით შეიძლება რომ მიმართო ენდოკრინოლოგს აი უცნაური სიმპტომები რა არის მოკლედ რა რის შემთხვევაში უნდა მიმართო თქვენ თქვით წეღან რომ ყველაფერი მას ბრალდებაო ჩიყოსო და აი რა სიმპტომების შემთხვევაში მოგმართავენ რა და უნდა მოგმართო ზოგადად ენდოკრინოლოგს გულისხმობთ გეტყვით პირველ რიგში აი ძალიან უცნაური ყველაფრისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აი უბრალოდ საერთო სისუსტე ადამიანს აქვს საერთო სისუსტე. საერთო სისუსტე ყველაფრის ის არის. კი ბატონო, და ესე კონკრეტული მიზეზი არის ის, რატო აქვს საერთო სისუსტე. ეგრევე ენდოკრინოლოგი. ძილიანობა ალბათ. ძილიანობა, დაღლილობა, აი თუნდაც შფოთვა რას გქონდათ, ხო? და რაღაც გინდოდათ, რომ აი ეს ჰორმონალური ბალანსი შეგემოწმებინათ, თუ არ არის შემთხვევით რომელიმე ჰორმონი ამაში დამნაშავე, დიახ. კი ბატონო, თმის წვენა ყველაფერი ბრალდება ფარისებრჯერ ხო? სანდროს ანემიის დროსაც შეიძლება იყოს. თმის წვენა, დიახ. კანის სიმშრალე. ძალიან ხშირად სხვათა შორის განმომისამართება ხდება ოჯახის ექიმების მიერ პაციენტებისა, რომელთაც აღენიშნება ყლაფის გაძნელება. რომ ხო არის აქაც დამნაშავე, ну, ლოკალიზაცია გახსოვთ ფარისებრი ჯირკვლის და ხომ არ არის შემთხვევით აქაც დამნაშავე ფარისებრი ჯირკვალი და ეს საწყალი ფარისებრი ჯირკვალი. ყველაფერი ბრალდება დიაბეტს და ფარისებრი ჯირკვალს, კი ბატონო. და მე რა თქმა უნდა, როცა ენდოკრინოლოგთან მოდის, ეხლა ჩივილებს ვაჯამებთ და იმის მიხედვით ხდება შეფასება თუ რა ანალიზები უნდა გავაკეთოთ, ეხლა ესე რუტინულად ყველაფერს რა თქმა უნდა არ ვაკეთებ. ისე აი ძირითადი გამომწვევი მიზეზი კვების გარდა რა არის? აი ხო ამბობენ რომ აი გენეტიკა თავისთავად. გენეტიკა თავისთავად და აი სტრესი თუ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია რომ აი ამდენს ნერვიულობ, თორე შაქარი დაგემართება. გეტყვით ეხლა ვენა. ეს მითია თუ არა? გეტყვით. ანუ ნახეთ როგორ ხდება. გენეტიკა როგორც ახლა ვახსენე, მე ამას ემატება ჭარბი წონა, როგორც ახლა თქვი, ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა, ოღონდ ძალიან დამალული სიმპტომები აქვს ამ ყველაფერს. აი თუნდაც მხოლოდ საერთო სისუსტე, რომელსაც პაციენტი არც აქცევს ადამიანი ყურადღებას, აი დღეს ამ ბევრი ვიშრომე სამსახურში დავიღალე და ამის ბრალია. და ნუ ეს დავიღალე, სხვათა შორის ძალიან დამახასიათებელია ხოლმე პერიოდულად შეიძლება იყოს ხელების კანკანი შიმშილის დროს. აი თუ არ შევჭამე, შეიძლება გული წამივიდეს. ესეთი შეგრძნება აქვს ხოლმე პაციენტებს და მე ამას ხშირად ვეკითხები. თუმცა შეიძლება ეს საერთოდაც არ იყოს და მარტო საერთო სისუსტე, ან სისუსტე შიმშილის დროს, როგორც კი შეჭამ საჭმელს და ეშვება, ან შეიძლება დაიწყოს ძილიანობა. სხვათა შორის კვების მერე? კი, კვების მერე. ეგ განსხვავებულია მე მგონი. გარდა ამისა შეიძლება იყოს აი ტკბილის მოთხოვნილება გაძლიერებული. აი ტკბილი უნდა ვჭამო, თორე ისე არ შემიძლია. ეხლა აქ მარტო სიყვარული არ არის ხოლმე, ხა თუ ის ადამიანი ბავშვობიდან ტკბილს ჭამს და ესე ამიჩეული, ეს უკვე ჩვევაა, მაგრამ ტკბილი მტერია, ხო, ზოგადად მაგამ. ყველაფრის. მაგრამ განსაკუთრებით შაქარი ალბათ. დიახ. რომელსაც თეთრ სიკვდილს ეძახიან. კი ბატონო. მარილსაც ეძახიან. ის თეთრ სიკვდილი არის შაქარი. შაქარი, არა, მარილს ეგრე არ ეძახიან, მარილიანიც რო არ არის ხა დიდად სასურველი, ესეც ვიცით. და შესაბამისად რა ვჭამოთ ხო? ბალახი. რა ვჭამოთ? ანდახან ეს მეცნება ხოლმე რომ აი ისე შეიძლება არ შეიძლება რა ვჭამოთ. აი ესე გულწრფელად რო გითხოთ, თქვენ ჯანსაღეთი კვებებით? არა, გეტყვით გულწრფელად, ამას პაციენტებსაც ვეუბნები. მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ რო გითხრათ რომ ეს ყოველთვის გამომდის, არა. ეს ჩვენ ვართ ადამიანები და შესაბამისად ადამიანებისთვის დამახასიათებელია შეცდომები. ხაჭაპური სად არის მანდ? მოვერიდოთ?
სამწუხაროდ მეგონი პასუხი თქვენ იცით. ხაჭაპური ჩემი საყვარელია კი და მეც აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოვერიდო. თუმცა ხან გამომდის, ხან რაფერი გინდა ქუთაისური ხაჭაპურის სახე. იმერული. აი ქუთაისური ხაჭაპური არ არსებობს ეხლა და ასე გაუსვა რომ ქუთაისში კარგს აკეთებენ. არა, მე ქუთაისელი ვარ და ჩემს სახლში ჩემთვის ყველაზე კარგი ხაჭაპურს აკეთებ. კი ბატონო, აბსოლუტურად. აი ეს მთავარი რაც არის რო არ დაგავიწყდეთ. შეგახსენებთ ბევრჯერ გადავუხვიეთ აი სტრესზე და ნერვიულობაზე. ხო, არა. სტრესი და აი იმის შემდგომ ესე ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა, როგორც გითხარით, სტრესზე და ნერვიულობაზე უბრალოდ ხდება გამოვლენა. აჰა. თორე ეს არ არის მიზეზი, რომელიც ამას იწვევს. როგორი მითი დავაკვირდეთ ახლა. მე მეკითხა რა არის ყველაზე გავრცელებული. არა, ეხლა ნახეთ სულ ვეუბნები, რამდენი ადამიანი ნერვიულობს, თქვენ რამდენჯერ ნერვიულობთ? მეც რამდენჯერ მქონია სტრესი ნერვიულობა, ანუ გამოდის რომ მაშინ ყოველს დიაბეტი უნდა გქონდეს მაგ ლოგიკით. არა, ვისაც აქვს, დარღვევა და მიდრეკილება. ხალხო, რა არის ისეთი რჩევა, რასაც მისცემდით ყველას განრჩევათ ასაკისა, სქესისა? დიახ. ნუ, პრინციპში რო შევაჯამოთ, რაც წეგამ თქვით, ეს არის სწორი კვება და ეს არის ფიზიკური აქტივობა, რაც უტოლდება ჯანმრთელობას. მე ესე ვიტყოდი. პრაქტიკულად ფორმულა არის დიახ. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. დიახ, რა თქმა უნდა. აი ყველაზე რაღაც ვიცი რომ პაციენტების ისტორიები კონფიდენციალურია რა თქმა უნდა, მაგრამ რამე ისეთი ისტორია ხო არ გაქვთ, აი სახალისო იდენტიფიცირება რომ ვერ მოხდეს რომ მოგვიყვეთ, აი რაღაც ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით ყოველდღიურად. დასამახსოვრებელი რა იყო ყველაზე მეტად ან იცით რა, ალბათ ბევრი, მაგრამ ეხლა ამ წუთში რაც მახსენდება, აი ერთ-ერთ როდესაც ვხსნიდი კვებას, თან მეჯდა სვანი და მეგრელი ერთად. აჰა. და ვეუბნები რომ გადასარევი კომბინაცია. ხო. და ვეუბნები რომ იცით რა, ცხვრის ხორცი არ შეიძლება, ღორის ხორცი არ შეიძლება და უცებ კითხვა მაწყვეტინებს მიხვდებით ალბათ ვინც და მეკითხება რომ ისა ნინო ექი მოუკაცრავად და გოჭის ხორცი შეიძლება? აი, მე რა მე არ მაცალეს პასუხისგაცემა ეგრევე მეგრელი. ეუბნება რომ აი ღორი თუ არ შეიძლება ცხარი ისა გოჭირანაირად შეიძლება. ის ღორი არ არის. და გამხდარია და მაგით. ხო, ანუ ხო, სადღაც ალბათ ლოგიკურად შეიძლებოდა ეკითხა, მაგრამ ნუ მაინც აი სხვათა შორის მე ეხა შემდეგი კითხვა მაგას ეხება. მე რომ მივედი ქალბატონ ნინოსთან, ნუ ძალიან დაძაბული მიდიხარ თავიდან ეხა რომ რაღაც გონია რომ მაინც გინდა თუ არ გინდა იქიმთან დაძაბული მიდიხარ, იმიტომ რომ ან 50-50-ია რომ რაღაცა ისეთი დიაგნოზით გამოხვიდა და მეც რომ მივედი ისეთი მხიარული გამოვედი იქედან, ოღონდ მართლა რა. მიხარია. ნუ ერთი რომ ნუ დიაგნოზიც არ იყო ეხლა ისეთი რომ რაღაც დავსევდიანებულიყო, მაგრამ განწყობა გამომაყოლა აი რაღაცა ისეთ რომ 1-3 დღე გამყვა მართლა გულწრფელობობა ის ემოციები რომ სულ რაღაც სიცილი, დღიმილით და კარგი ისტორიებით და კარგი რჩევებით გამომიშვა იქიდან. აი მაგას როგორ ახერხებ? თან მე არც ისე ადრე არ ყოფილი ვარ, სხვა შორის დღის მეორე ნახევარში ვიყავი და მიუხედავად იმისა რომ რაღაც დროულად მოვედი, აი მართლა იმდენი ხალხი გელოდებოდათ, რომ გადიოდნენ, შემოდიოდნენ, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი გელოდებათ და ამდენი ადამიანის მე აი როგორ ახერხებთ, რომ ყველასთან თან მარტო მე არ გამოვსულა რეგეთი იქიდან მაგის თქმა მინდა რომ ყველასთან ინარჩუნებთ ამ განწყობას და აი ეს პაციენტები როგორც ვიცი ძალიან შეყვარებულები არიან თქვენზე და აი ამას როგორ ახერხებთ? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის. მიხარია თუ ესია და ესეთი წარმოდგენა შეგექმნათ. თან პირველ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოგხსენებათ. არ ვიცი როგორ ვახერხებ, ალბათ ამაში მეხმარება ჩემი სიყვარული პროფესიისადმი. აი, ეგ არის მთავარი. ხო, მე ვერ წარმომიდგენია, სად შემეძლო სხვაგან მემუშავა. აი, ხშირად მიფიქრია სხვათა შორის ამაზე, აი, რო არ ყოფილიყო ენდოკრინოლოგია, მედიცინა, ვინ შეიძლება და ყოფილიყავი და პასუხს ვერ ვძებნი. არ ვიცი. აი, რა მაგარია. კი, ალბათ ეს მეხმარება. ნინო ეკი, რა არის თქვენი საყვარელი კერძი? რადგან ესე ამდენი ვისაუბრეთ. კერძი. ო. სიმართლე გითხრათ, დიდად გურმანი არა ვარ. ხო, არა. თქვენ თვითონ ამზადებთ ისე? სამწუხაროდ მაგის დრო არა, მაქვს უნდა ვაღიარო. ხო, და ალბათ დრო რომ გქონდეთ? დრო რომ გქონდეს? დრო რომ გქონდეს, ალბათ მომამზადებდი. ოღონდ რამეს განსხვავებულს შევეცდებოდი, რომ რამე განსხვავებული რეცეპტი მეპოვნა და ის გამოკეთებინა და არა პავილოვანი, კომპოსტო და ბროკოლი ალბათ, სტაფილო. ეხლა ერთი კითხვა გამიჩნდა. ესე იგი, ჯანსაღად ვიკვებებიო, მეო არ ვამზადებო.
ხაჭაპური მიყვარსო. ანუ აჰა, ანუ ვინგიმზადებ საჭმელს. იცით რა, ვთხოვ ხოლმე ხა ის არის ჩემთან სახლში და მახვედრებს როცა მივდიო. ვერ გამოვტეხე. ვერაფრით ვერ გამოვტეხე. აი, ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლით თქვენ ცხოვრებაში? ექიმობის გარდა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალისთვის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა არის დედობა. მე ესე მგონია, ექიმობის გარდა. არის ეხა ყოველ შემთხვევაში ესე მგონია. გადასარევი. ხო, მე გითხრათ. ნამდვილად მე შეგეთანხმებით. ყველაზე დიდი გმირობა და ყველაზე დიდი პროფესია. და აი ბავშვობიდან თუ გაქვთ რამე ჩვევა, რომელიც დღემდე არ შეგიცვლიათ. და გონიათ რა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ეს ჩვევა. ჩვევა. იცით რა, ყველა ადამიანში მაინც ვეძებ ადამიანურობას, რაც არ უნდა იყოს, ეს მომდევს ბავშვობიდან და მაგას ვასწავლით ჩემს შვილებსაც ყოველთვის, რომ ანუ რო იყვნენ კაცმოყვარენი და ყოველთვის ეძებონ მხოლოდ კარგი იმ ადამიანში. ანუ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ნუ ყველა ადამიანს მაინც აქვს რაღაცა, რის გამო შეიძლება მოგეწონოს და მაინც ჯობია რომ აი ამ კუთხით დაინახონ ადამიანები. ალბათ ძალიან გეხმარებათ ჰარმონიულ ურთიერთობებში. ძალიან. მათ შორის პაციენტებთან ურთიერთობაშიც, იმიტომ რომ ეხლა მოგეხსენებათ სოციუმში ყველაფერი არ არის. და ყველა სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მე ამას უკვე იმდენი გამოცდილებაც დამიგროვდა, როდესაც ადამიანი თქო აღებს კარს და შემოდის, ჰაბიტუსით ვხვდები, მას რა სჭირდება ჩემგან, ანუ რა დახმარებას ელისის ჩემგან, როგორი თვალები აქვს, ეშინია წინასწარ, არ ეშინია, რა ემოციური განცდა აქვს. ამას ეს მოაქვს უკვე პრაქტიკულ გამოცდილებას დიახ ადამიანებთან ურთიერთობის. თუ გისმენთ თუ თქვენ ცხოვრება იქნებოდა წიგნი. რას დაარქმევდით ამ წიგნს? რას დავარქვევდი წიგნს? საინტერესო შეკითხვა. საინტერესო იქნება? თათა, შენ რას დაარქვევდი? ჩემ ცხოვრებას? რომ ეს კითხვას როსო მაინტერესებს შენ თუ გიფიქრი ამ კითხვაზე ხოლმე. კი, მიფიქრია, მაგრამ მაგ პასუხის თქმა არ მინდა. თათა საოცრებათა ქვეყანაში ალბათ, არა? არა, ალბათ არ ვიცი, ალბათ ბანალურად, როგორ დავახმაროთ ადამიანებს, ალბათ ეს ბანალურად. როგორ დავახმაროთ ადამიანებს? შვენიერია, კი ბატონო. რომ შეგეძლოთ ერთი სუპერძალის მიღება, რა სუპერძალას გამიზნებით, რა იქნებოდა ეს? რისთვის გამოვიყენებდი ალბათ. არა, რა იქნებოდა სუპერძალა? იქნებოდა ეს სუპერძალა. ფრენა, ერთი განკურნება. ანუ სათავიდან გამომდინარე ალბათ ისე მაგეთ წავხოთ, მაგრამ მაინც. ხო. აი, რაღაცა ყოვლის შემძლეობა მინდა რომ მქონდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. ადამიანების ცხოვრებაში შევცვლიდი, არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ და ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არის, აი, ჩემს ქვეყანას გავაერთიანებდი. აჰა. კი, აუცილებლად. აი, ერთი დღე რო შეგეძლოთ ნებისმიერი ადამიანი რო აირჩიოთ და იმ ადამიანის ცხოვრება ერთი დღე. ანუ იმ ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება რო შეგეძლოთ ერთი დღე. ვისი ცხოვრებით იცხოვრებდით ერთი დღე? ალბათ ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი. შოჩოს ერთი ძალიან კარგი ფილმია. თამაშობს ნიკოლას კეიჯი. რომელიც ერთ შვენიერ დღეს იღვიძებს, მეოჯახე ქვია თქო. კი. ძალიან დიდარი არის და შვენიერ დღეს იღვიძებს და ჩვეულებრივ ამერიკულ ოჯახში ჩნდება ბავშვებთან ერთად. ძალიან მაგარია და ეს ხო ისეთი საინტერესო ფილმია. ასე თუ არ გაქვს ნახე გირჩევთ. თავისუფალ დროს რას უთმობთ ესე ვთქვათ. შეიძლება თავისუფალ დრო არ გაქვთ, მაგრამ მაინც. გაიდლაინებს კითხულ. გაიდლაინებს. თქვენს პროფესიაში. აი მაგის გარდა თუ გაქვთ თავისუფალი დრო კიდე რას აკეთებთ? მაშინ ვცდილობ ხოლმე აი ამასაც ბავშვების სურვილით, რაც მათ უნდათ ხოლმე, ვცდილობ რომ ის გავაკეთო, ანუ ოჯახთან გავატარო ძირითადად. ან წინასწარ გეკმავ კონცერტის ბილეთებს, სპექტაკლზე დამყავს ხოლმე და დავწერთ რაღაცა ერთო. კი, კინოშიც რა თქმა უნდა, კინოშიც, რაც მათ სიამოვნებთ ოღონდ. მოგზაურობაზე რას იწევთ? მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერჯერობით სადაც მოგზაურობ ხოლმე, ძირითადად ესეთ პროფესიას უკავშირდება. და გაიდლაინებს. და გაიდლაინებს, დიახ.
აი, ყველაზე ექსტრემალური რა, აი, რომელი დღე იყო თქვენ ცხოვრებაში, აი, რომელ დღეს გაიხსენებთ, რომ აი, ძალიან ექსტრემალური დღე მქონდა. არ მახსენდება, იცით, ეხლა მასეთი არაფერი. არა, არ მახსენდება. ზოგადად არა ვარ ექსტრემალი ადამიანი და ეს არ უკავშირდება აუცილებლად რაღაც ფიზიკურ აქტივობას, შეიძლება უბრალოდ შეგრძნების დონეზე იყო. ან პაციენტს უკავშირდებოდეს, ან ოჯახს. ხო, აი, არ მახსენდება ეგეთი ამ წუთში ალბათ ვერ გიფასუხებთ. თუ ხმად დავფიქრდები, ალბათ რაღაცას გავაცნობ. კი ბატონო. აი, ყველაზე უცნაური რჩევა რა გაქვს? აი, თუ აღნიშნავთ ვინმეს, რომ აი, რა უცნაურად იქცევი ნინო, ან აი, თუ ვინმესთვის თუ არის თქვენი რომელიმე ჩვევა უცნაური. ჩვევა. არა. არ ვთქვამთ. შეიძლება ფიქრობენ, მაგრამ ჯერ არ ვთქვამთ. გასაგებია. აი, ყველაზე სასაცილო რა უკითხავს პაციენტს თქვენთვის? ყველაზე სასაცილო? კი. ნინო ექიმო, თქვენებიც ესე მაღლები არიან. თქვენ ვინ ხართ? ამას ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის. ისე მართლა თქვენებიც ესე მაღლები არიან? კი ბატონო. თქვენ როგორც პაციენტს გიფასუხოთ. დიახ. გენეტიკურია ესეც. ყველაფერი მემკვიდრული და გენეტიკურია, მოკლედ ბოლოს მაინც. თქვენი შვილები? ჩემი შვილებიც მაღლები არიან. შვილები. თქვენი მეუღლე? მეუღლეც. თქვენზე მაღალია. ჩემზე მაღალია, დიახ. სადიპო. თვითონ ვიფროვა. ეთყობა ისიც მაღალს ეძებდა. ალბათ. მაგრამ პრინციპში თქვენ რთული საპოვნელი არ ხართ, მაღლები ზოგადად ეს ჩვენ ვიჩაგრებით. ვერ ვიტყოდი. გასაგებია. თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიურპრიზი რა იყო? მე ბლიცზე გადავედი ისე რომ არ გაგაფრთხილეთ. ანუ ეს ჩაგეჭრები სადღაც არა. კი, მინდი. არა, ხო. აი სხვათა შორის ჩემი მეუღლეს გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. რამდენი წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი? ეხლა ვეკითხეთ 12 წლის წინ. და როგორ გამოჩნდა? აი ესე პაციენტის როლში. ოღონდ მან იცოდა რომ ის პაციენტი არის. გრანდიოზულად. ანუ დაგეგმილად. დაგეგმილი. ოღონდ მე არ ვიცოდი რა თქმა უნდა. გასაგებია. რა საინტერესო? აუ, ეხლა ძალიან დავინტერესდი. მე რა მოხდა? დაისმის ეხლა და აუ არ შეიძლება. შეიძლება პროფილი. აუ ალბათ არ შეიძლება. ყველაფერი ამიგრძავა. აუ შეიძლება. შეიძლება. ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია, შეიძლება. რა თქმა უნდა. ღვინოთ შეიძლება. ისეთი ზომიერად. პირიქით სასარგებლოც იყოს ალბათ. ხო, აი სარგებლობაზე ვერ გეტყვით ეხლა ესე. წითელი ღვინო გამიგია რომ არ არის, ეგ გულსიცოცხლე და არ იყოს, სადაც დაგეგმილი დიახ და ეგ უარყვას შემდეგ ეგ თეორია. დიახ. კაი და იქ ვიყავით, პაციენტად მოვიდა მე. ხო, პაციენტად მოვიდა, სხვა შორის ება ჰქონდა მაღალი. იქნებოდა რა თქმა უნდა ეხლა. ეგ ეხლა ბუნებრივია. არ გამგონია. ხო, ნუ ეხლა მე რადგან არ ვიცოდი რა მიზეზით მოვიდა, ამიტომ ჩემთვის არ იყო ბუნებრივი და შესაბამისად ჩავთვალე რომ ეს იყო პათოლოგია და ჩამოუწერე კვლევები, რაც და უამრავი წამალი ალბათ. არა, ნუ ამას ახლა პირველ ეტაპზე ვერ დავნიშნავდით. ნუ იქ მარტო წნევა არ იყო, რაღაცები კიდე გამოვკითხე, ალბათ ნახევარი არც ახსოვდა ისე მიპასუხა. ესე უნებლიეთ, ისე ვთქვა და ნუ ახლა მე ეს ჩავთვალე რომ იყო ჩვეულებრივი ანამნეზი და ჩამოუწერე რაღაცა გარკვეული კვლევები და გავუშვი. დაუწია რომ გავიდა ოთახიდან. კონსულტაციისთან ხა გადაიხადა და კვლევები არ ჩაიტარა. მაგას მე ვშვები ხოლმე. ოღონდ არავინ არ მომწონს ისე. ანუ ექიმი რომ ინიშნავს კვლევებს არ ვიტარებ ხოლმე. ხან და ხან. ცუდი რაღაც. რა გაქვთ უცნაური ჩვევა? თუ გაქვთ? ან რაღაცა ისეთი რა, რომელიც თქვენს უცნაურად ეჩვენებათ. ეს მე მგონი. უცნაური ჩვევა. ხო, ერთი მაქვს რაღაცა უცნაური ჩვევა. აი, ოღონდ ამ ჩვევას ვერ ვებრძვი სხვათა შორის. სახლიდან რომ გამოვდივარ და რამე თუ დამრჩა, აუცილებლად არა, მივბრუნდები, ოღონდ სარკეში ვიხედები. ესე მასწავლეს, რომ სარკეში უნდა ჩაიხედო. ეს არის სრულწმენა. სრულწმენა თუ სრულწმენა რა თქმა უნდა, რომელიც გადამიღება ჩვევაში. რითი იხსნება ეს სარკეში ჩახედვა? ანუ რომ თითქოს თავიდან გადიხარ. ჩეკაპი ხო, რაღაცა ეგრეა, რომ თითქოს თავიდან გადიხარ და ის რაღაცა ცუდი აურა, რომელიც დაბრუნების გამო შეიძლება შეიქმნას აღარ იქნება და ნუ ეს ჩვევა, რომელსაც რაღაცა ვერ ვებრძვი, დანარჩენს ой, მე ბუნებრივად მოხდა, იმიტომ რომ ჩემ კარს რო აღებ, ეგრევე საკეში იყურებ. ან ფიზიკურად სხვაგან ვერ გაიხედავ, ისე მიკიდია. ხო, აი რაღაცა ისეთი ბუნებრივად. მე შემიძლია დავბრუნდე ხოლმე სახლში, ისე რომ აჰა. რა არის ის ერთადერთი რამ,
რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ და ჯერ არ გეკეთებთ. ან ერთ-ერთი შეიძლება ბევრი რამის აკეთება. შეიძლება ბევრი. ხო, ну, ალბათ ეს უფრო არის მიზნები, რომელიც მქონდა, რაც მქონდა. პრინციპში ყველაფერს. მე მაქვს ყველაფერი დაგეგმილი, ანუ ესე ექსპრომტად არ მეყვარს და პარაშუტით გადმოხტომა. ხო, ну, ამას თუ დავგეგმო, გავაკეთებ, მაგრამ ეს წინასწარ უნდა მქონდეს აუცილებლად განზრახული, რომ მე ამის გაკეთება მინდა. და შესაბამისად ესე დაგეგმილ მიზნებს ნელ-ნელა მივყვები, ვასრულებ, რა თქმა უნდა, მომავალშიც ძალიან ბევრი მიზანი მაქვს და ასე რომ ვაქცევებ. გასაგებია. გადავიდით ბლიცზე. გადავიდეთ? ხო, ალბათ. კი ბატონო. ესე იგი, სხვა თუმთა აუცილებლად სხვა უპირობოდ. უპირობოდ. ქალაქი თუ სოფელი? ჯერჯერობით ქალაქი. ხელოვნება თუ მეცნიერება? მეცნიერება. ადრე გაღვიძება თუ გვიანობამდე, ну, ალბათ თქვენი სამსახურიდან გამომდინარე ადრე, მაგრამ ისე არჩევანის წინაშე რა იყო? არა, ბავშვობიდან ადრე გაღვიძებ. გასაგებია. მუდმივად ერთ ქალაქში ცხოვრება თუ მუდმივი მოგზაურობა? ალბათ ერთ ქალაქში ცხოვრება. დროის მანქანა რო გქონდეთ, წარსულში მოგზაურობდით თუ მომავალში? იცით რა, ალბათ წარსულშიც და ალბათ მომავალშიც. ახლა წარსულში მე-19 საუკუნეში დავიქნებოდი სიამოვნებით რომელიმე ქვეყნის დედოფალი. რომელი ქვეყნის ესეც გეცოდინებათ, დაგეგმილი იქნება. ეგეც ვიცოდი. და მომავალში აი ძალიან მაინტერესებს რა იქნება 100 წლის მერე. ხო, აი როგორი იქნებიან ადამიანები, სამყარო როგორ შეიცვლება, რა მოგეწონებოდა დარჩებოდით? მომავალში? კი, რატომაც არა. დატოვებდით აქ ყველაფერს და დარჩებოდით. ხო, აი ყველაფერს ვერ დავტოვებდი. ანუ მანდაც პირობა მექნებოდა, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა ადამიანები და ოჯახი აუცილებლად უნდა გადასულიყო. იქნება აღარ ჭირდებათ 100 წლის შემდეგ ენდოკრინოლოგების საერთოდ. შესაძლებელია. აი მაგ შემთხვევაში რა იზამდი თუ ენდოკრინოლოგი აღარ არის საჭირო 100 წლის შემდეგ. დარჩებოდი. მაშინ იქ რაღაცა, მომავალში თუ რაღაცა ისეთი საინტერესო იქნებოდა შემოთავაზება, რომელიც უფრო მეტად დამაინტერესებდა. დედოფლის ენდოკრინოლოგია. ვაკანსია დედოფალი. შესაძლებელია განვიხილო, კი. აქ რო ჩავეკითხო შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ცხოვრების ბოლო დღე რო გქონდეთ, როგორ გაატარებდით იმ ბოლო ერთ დღეს? აუცილებლად ოჯახთან ერთად. აუცილებლად. უპირობოდ ოჯახთან ერთად. ძალიან კარგი. სიურპრიზების გაკეთება თუ გიყვართ თუ მიღება უფრო? ორივე. გასაგებია. კომფორტი თუ კომფორტის ზონიდან გასვლა? არა, კომფორტი რა თქმა უნდა. გასაგებია. მე პრინციპში მოვჭი. მე მგონი ძალიან ინტერესო. საუბრები გამოგვივიდა თან მხიარული. ესე აღნიშნავთ ხოლმე. კი ბატონო, სიამოვნებით. თქვენი ნებართვით ერთ ჭიქა სწავლობთ. აუცილებლად, მეც თქვენთან ერთად. დიდი მადლობა და თქვენ რჩევებს გავითვალისწინებ აუცილებლად. დიდი მადლობა მოწვევით. შეიძლება მოვიდე კიდეც როგორც აუცილებლად გავითვალისწინებო. იცი რა, მე ყოველდღე ვხედავ დათოს და მაგას გავაკონტროლებ. მადლობა თათა. მიხარია. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ სპონსორებისთვის. მადლობა ყველა ეს მადლობა. მადლობა. წარმატებები.